Ხელოვნელი გადაცემა ეძღვნება მესხეთის ტრადიციულ არქიტექტურას, ერთო გვირგვინიან დარბაზულ ნაგებობებს, რომლებიც უნიკალური სამშენებლო ტექნოლოგიითა და კულტურული მნიშვნელობით გამოირჩევიან. Ამ ნაგებობებს ახლახანს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენი სტუდიის სტუმარია, ეთნოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი. მოგესალმებით ქალბატონ როზეტა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მესხური ერთო გვირგვინიანი დარბაზული სახლების ტრადიციები მართლაც უნიკალური კულტურული ფენომენია და მათი აღიარება თავისთავად არამატერიალურ მემკვიდრეობად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ მოდით საუბარი დავიწყოთ ერთგვარი ისტორიული რაკურსით და ტრადიციით, როგორ გაჩნდა მესხური ერთო გვირგვინიანი დარბაზული ნაგებობების ტრადიცია, რას უკავშირდება მისი უნიკალური არქიტექტურული ფორმა. Აი ამ თემით დავიწყოთ და შემდეგ უკვე წავიდეთ იმ დეტალებში, რომელიც ვფიქრობ საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა იყოს. Გმადლობთ. კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ აი მუდამ აშუქებთ კულტურის საკითხებს და ეს ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვისაც და მსმენელისთვისაც. ქართული საისტორიო აზრი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ ჩვენს სამშობლოში, ქართლში, კახეთში, თრიალეთში და მთელ მესხეთში, ანუ სამცხე-ჯავახეთში, ჯერ კიდევ მესამე ათასწლეულში ძველი წელთა აღრიცხვისა მის შუა ხანებში უკვე გვქონდა აი ამ ტიპის საცხოვრებელი ნაგებობანი ქართველებს. აი ამ არეალში, ჩამოთვლილ არეალში. პირველი საწყისი ფუძე ერთო გვირგვინიანი კომპლექსის შექმნისა უნდა ყოფილიყო მიწურბანიანი გადახურვით შექმნილი ნაგებობანი. და შემდგომ მისი განვითარების მეორე ეტაპი უკვე არის მისი გადახურვის ეს ძალიან საინტერესო არქიტექტურული სტილი, რომელსაც ერთო გვირგვინიანს უწოდებთ, რადგან აი ერთო, ანუ ჭერის ნაწილი გადახურვის ფორმა არის ხის ლამაზი კონსტრუქციით შექმნილი, რამდენიმე გვერდა სახლის ფართობიდან გამომდინარე, ზოგი ბევრად მოცულობითია, ზოგი შედარებით მომცრო ზომისა, ერთმანეთში ჩასმული ხის ჭდეებით, გვირგვინისებურად დასრულებული სახლის სახურავი. ერთოთი, საიდანაც კვამლი ადიოდა, საიდანაც ჰაერი ჩამოდიოდა და მზის სხივებიც და სინათლეც. აი ეს იყო ჰორიზონტალურ ჭრილში გადაჭიმული სივრცე, რომელიც ერთი მხრივ მთლიანად მიწაში იყო ჩასმული უკანა კედელი, ესეც განპირობებული იყო სამცხე-ჯავახეთის და ჩვენი სხვა მხარეების რთული პოლიტიკური გეოგრაფიის შედეგად მუდმივი მტრის შემოსევები, ერთგვარი შენიღბვის ფუნქციაც ჰქონდა აი ამ ტიპის საცხოვრებელ კომპლექსებს და აქ ჰორიზონტალურ ჭრილში საცხოვრებელ ოთახებთან ერთად მოქცეული იყო სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანით. სამწუხაროდ, საქართველოს სხვა მხარეებში უკვე მშენებლობის ეს ტექნოლოგია და კულტურის ეს ელემენტი დაიკარგა. შემოგრჩა მხოლოდ სამუზეუმო სივრცეში, ან თქვათ მეტნაკლებად სახეცვლილი სახით, მაგალითად თბილისის ძველ უბანშიც ერთი ნაგებობა შემოგრჩა, ოღონდ შეცვლილი სახით, რა თქმა უნდა და სამცხე-ჯავახეთში ეს კვლავ კულტურის ცოცხალი ელემენტია. ამიტომ მოგეხსენებათ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციას თავისი კონკრეტული მოთხოვნები აქვს, ეს უნდა იყოს ცოცხალი ფაქტი და ეს კულტურის ელემენტი ჯერ კიდევ უნდა ხელეწიფებოდეს მოსახლეობას, მისი შექმნა. ამიტომ გადაწყდა, რომ მესხეთის მასალა წარდგენილიყო. კი ბატონო, მოდით აგვიხსენით, თქვენ კი რამდენიმე პასაჟი გააჟღერეთ, მაგრამ შეიძლება ითქვას არის გაშიფრული საიდუმლო, ასე ვთქვათ, ტექნიკა საამშენებლო, რითაც შენდებოდა ეს სახლები და ამასთან ერთად როგორ აისახება ამ ნაგებობებში მესხთა ცხოვრების წესი, იგივე ბუნებასთან, გარემოსთან მათი დამოკიდებულება. მშენებლობის ტექნოლოგიას ფლობდნენ ადგილობრივნი, ეს იყო წინასწარ მომზადებული სამშენებლო ქვა, ადგილის შერჩევა შესაბამისად, ძირითადად ორ ნაწილად ხდებოდა, ორი მიმართულებით იგეგმებოდა, ერთი როდესაც ეს არის ჰორიზონტალურ ჭრილში გაშენებული სოფელი და მეორე როდესაც ტერასული კულტურის ნაწილი არის დასახლებაშიც, არათო სამეურნეო დანიშნულების, არამედ სოფელის ტერასული ტიპის არის. ამიტომ ორივეგან თუ კი ტერასულია, ხშირად ასეთი ფაქტებიც ხდებოდა, რომ ერთი ოჯახის ერთო შესაძლოა მეორე ოჯახისთვის კალოც ნაწილი ყოფილიყო. და
ამიტომაც ბუნებასთან სრულ შესაბამისობაში მოდიოდა კულტურის ეს ფენომენი. თავარი სამშვენისი ამ ერდოგვირგვინიანი ნაგებობებისა, როგორც უკვე ითქვეს, არის გვირგვინი, მისი გადახურვა და ეს ცხადია ხის მასალისგან მზადდებოდა, ლურსმნის გარეშე ხდებოდა ჩაჭდებება ერთმანეთში და რა მასალა იყო ეს? ეს არის ცნობილი. კი, ეს ყველაფერი ცნობილი არის. ახლა ვიდეოკლიპიც მომზადდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ, სადაც ერთ-ერთი შესანიშნავი სპეციალისტი ბატონი რევაზ ანდღულაძე ამ დეტალებს ყველაფერს გვაცნობს საზოგადოებას. სულ პირველად ეს ინფორმაცია ჩაწერილი იქნა ჩვენი დარგის დიდი წარმომადგენლის გიორგი ჩიტაიას მიერ 1924 წლის ექსპედიციის დროს. სამწუხაროდ ნაწილი დაიკარგა მისი, უფრო სწორად შინსახკომმა დააპატიმრა და არ არის ცნობილი და მეორე ნაწილი რაც გადარჩა იქ ეს აღწერილია და შემდგომ კიდევ უფრო სიღრმისეულად ადგილობრივთა ინტერვიუების საფუძველზე ივანე ჯავახიშვილის იდეით და მისი მიერ შექმნილი პროგრამის საფუძველზე 30-იან წლებში მთელ საქართველოში ჩატარდა ასეთი ეთნოგრაფიული გამოკვლევა ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობდა მატერიალური კულტურის ამა თუ იმ ელემენტის შექმნის თაობაზე დეტალურად და იქაც გვაქვს ეს შესანიშნავად მოტანილი ეს ინფორმაცია და აი ჩვენს დროში უკვე ხედავთ ამ საინტერესო თავისებურებას, რომ არა მარტო აქ ჩვენს ტერიტორიაზე, არამედ ისტორიულ საქართველოშიც, რომელიც სამცხის ნაწილი იყო, იმ კონკრეტულ არეალშიც არის გავრცელებული დასახლების ეს ტერასული ფორმები, თავისი მიწურბანიანი გადახურვით, მაგალითად ერთ-ერთი სოფელი ხეოთი დღემდე აი ამ ფორმას ინარჩუნებს, ეს სრულად ისტორიულ ფოცხოვში ჯერ კიდევ შემონახული არის დასახლების ტიპიც აი ამ ტრადიციული ფორმით და ამაში მდგომარეობს ამ ყველაფრის უნიკალურობა, რომ რთული კლიმატური პირობები, ხანგრძლივი ზამთარი, მაინც ზეგანზე არის განლაგებული დიდი ნაწილი სამცხე-ჯავახეთისა და ზამთრის პირობებში აი ამ კომპლექსში იყო თავმოყრილი აბსოლუტურად მთელი ჭირნახული თავისი საქონლითულთ. ანუ სითბო, ან გარდა ამისა, ამ შესანიშნავ ნაგებობებს ჰქონდა თავისი საინტერესო თბოიზოლაციის ფორმებიც. რომელზეც ზოგადად ქართულ თბოიზოლაციის გამოცდილებაზე ახლა ცალკე ბარათი მზადდება და აი ესეც ძალიან საინტერესო საკითხი იქნება. და მესამე, ერთგვარი კამუფლაჟის ხელოვნება, რაც გამოარჩევდა ამ ჩვენს სამცხურ-ჯავახურ სოფელთა დედა ერუშეთის და ფოცხოვის სოფლებს, შორიდან იმდენად იყო მე ამათი ბანიანი სახურავები მწვანით შემოსილი, რომ შორიდან ნაკლებად შეიმჩნეოდა ეს თუ სოფელი იყო. და მე კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო ელემენტი ამ სახლებს შორის ხშირ შემთხვევაში კიდევ მიწაში გამოკვეთილი დერეფნები არსებობდა, ეგრეთ წოდებული დარანები, რომლებიც ერთმანეთს უერთდებოდა, აქ სამალავებიც იყო მოწყობილი და ხშირ შემთხვევაში ეს ან მდინარის პირას, ან ტყისკენ გადიოდა შემოსევების დროს და ეს ერთიანობაში ქმნიდა იმ საინტერესო კომპლექსს, რაც იმ რთულ გეოგრაფიულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აძლევდა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას გადარჩენის საშუალებას. აქვე ეზოებთ ბანებზე კალო იყო მოწყობილი, ანუ ეს თვლიანად ადგილობრივ კულტურულ სამეურნეო ტიპს შეესაბამებოდა და მისი პირმშო იყო, რომელიც დღემდე გარკვეულწილად ცოცხალი არის სხვადასხვა მისი გამოვლინებით. სტატუსის მნიშვნელობაზე მინდა ვისაუბროთ. რას ნიშნავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ამ ტრადიციისთვის და როგორ შეიძლება ეს გადაწყვეტილება დაეხმაროს ტრადიციის შენარჩუნებას, მის პოპულარიზაციას? მას შემდეგ, რაც ჩვენ იუნესკოს ამ კონვენციას შევუერთდით, ეს საკითხი სულ იდგა დღის წესრიგში, იმიტომ რომ ცოცხალი კულტურის ფაქტია და არის უაღრესად მიმზიდველი ჩვენი სამშობლოს ამ ნაწილის შემდგომი განვითარებისთვისაც, თუნდაც აი კულტურული და ტურისტული პოტენციალის თვალსაზრისითაც და ეს სტატუსი მას მისცემს იმის საშუალებას, რომ უფრო წარმოაჩინოს ეს თავისი თვითმყოფადობა და ცოცხალ ყოფაში სათანადო ადგილი მიუჩინოს მას. სახელმწიფოც ვალდებული არის, რომ სრულად უკვე დაიცვას აი ეს ნაგებობები. ჩვენ ახლა მე მადლიერება მინდა გამოვხატო რუსთაველის ფონდის მიმართ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართ. რუსთაველის ფონდის იმიტომ რომ მათ შესაძლებლობა მოგვცეს 3 წლის წინ მეცნიერთა ჯგუფს სრულად შემოგვეულო მთელი სამცხე-ჯავახეთი და აგრეთვე
ისტორიული საქართველოს ის ტერიტორიები, სადაც გვეგულებოდა ამ ტიპის ნაგებობანი, აღინუსხა ეს ყველაფერი დეტალურად და მონოგრაფიულადაც მისი ნაწილი გამოიცა. და ამ დაგროვილი მასალის საფუძველზე უკვე ეს ძეგლთა დაცვის ისევ ძველებურ სახელს ვიყენებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მიანიჭა მას ეს სტატუსი და ამიერიდან უკვე შემდგომი ეტაპი ჩვენი შრომის ასე გვესახება მეცნიერთა ჯგუფს, ვინც ჩართული ვართ ამ საკითხში, რომ სრული ინვენტარიზაცია ჩატარდეს. ჩვენ და სასიხარულოდ ზოგიერთი ეს ერთგვირგვინიანი ნაგებობა ჯერაც საცხოვრებლად არის გამოყენებული ჩვენს დროშიც კი. თუ კი გვერდით ეზოში ახალი თანამედროვე სახლი უდგათ, მაგრამ აი შუახნის ასაკს გადაცილებული ადამიანები მაინც ამ სახლში არჩევენ ცხოვრებას. ასეთი რამდენიმე მაგალითია. ზოგანის სამეურნეო თვალსაზრისით გამოიყენება, ზოგან ეთნოგრაფიული მნიშვნელობა შეიძინა და აი ტურისტული პოტენციალის მომცველი გახდა და ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი ამ შესანიშნავი კულტურული ფაქტის გაცოცხლებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მოდით გითხარით, არსებობს თუ არა ერთგვარი გეგმა, რომ ეს ცოდნა მომავალ თაობებს გადაეცეს, სხვადასხვა ფორმით და სახით, მაგალითად ხელოსნურ სკოლების ან თუნდაც სახელოსნო პროგრამების გზით. ზოგადად დაინტერესება თუ არსებობს, თქვენ აღნიშნეთ საინტერესო პასაჟი ეზოს ერთ მხარეს თანამედროვე სახლი, მეორე მხარეს ეს სახლი და ხშირ შემთხვევაში ადამიანები მაინც რაღაც კავშირში არიან და ვერ შორდებიან თითქოს მას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრად უფრო კომფორტული იყოს აქეთ ის თანამედროვე შენობა ნაგებობა. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ აი რამდენიმე არათუ ხანდაზმულმა ახალგაზრდა მამაკაცმაც ეს ხელობა ისწავლა. და თვით აი ქალაქშიც კი მე ხა ვიცი 4 შემთხვევა, როდესაც მისცეს შეკვეთა აი მესხებმა, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ და მათ კერძო სახლებს ამშვენებს ახლა ეს ერთგვირგვინიანი გადახურვა. ამიტომ ძალიან საშური არის, როგორც თქვენ შესანიშნავად ბრძანეთ, აი ერთგვარი რაღაცა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ ცოდნას გადასცემს შემდგომ თაობებს და ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით ქალბატონ თეაონიანთან და გვაქვს გარკვეული გეგმები, რომ ერთგვარი ესეთი რაღაც ჯგუფი შეიქმნას ახალციხეში. და იქ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით გარკვეული ორგანიზება ამ საკითხის ალბათ მალე მოხდება. და მინდა აღვნიშნო, რომ აი საბჭოთა პერიოდშიც კი ქალაქურ არქიტექტურაში ეს საკითხი მივიწყებული არ იყო. და აი დღემდე შემოგრჩა თბილისში საბჭოთა დროს 60-იან წლებში შექმნილი ორი შესანიშნავი ნაგებობა, ორივე მადლობა ღმერთ ჩვენს უნივერსიტეტს ეკუთვნის, სახელმწიფო უნივერსიტეტს. ერთი ჭავჭავაძეს ეხა მერვე კორპუსი, სადაც განთავსებულია ჩვენი სასწავლო აუდიტორიები, არის ამ ერთგვირგვინისებური გადახურვით და მეორე უზნაძის ქუჩაზე და ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა პერიოდშიც ესმოდათ ამ ნაგებობის სამშვენისის მნიშვნელობა. ამიტომ დღეს ეს უკვე აუცილებელი არის გაცოცხლდეს ყოფაში. თანამედროვეობაზე და ასე ვთქვათ, მის გადარჩენაზეც რომ ვისაუბროთ, საინტერესო ადგილობრივების აღქმები, როგორია დღეს ამ ტიპის მშენებლობაზე, მხოლოდ წარსულის ნიშნად თუ თანამედროვეობის ნაწილადაც მოიხსენიებენ, იაზრებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან უკვე ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობას და არის თუ არა ვთქვათ მცდელობები თანამედროვე არქიტექტურაში მესხური ელემენტების ინტეგრაციის. დიახ, არის ჯერ ერთი რომ ამ ფაქტმა რომ ვიკვლევდით და ამის ირმეც ვაძლევდით ჩვენს მთხრობელებს და მოსახლეობას, უკვე მაშინ იყო ძალიან დადებითი განწყობა, რადგან ეს არის მათი ადგილობრივი მშობლიური კულტურის განუყოფელი ნაწილი. გარდა იმისა, რომ ეს მისი შიდა ინტერიერის სივრცე არის გასაოცრად ლამაზი, ამასთანავე ეს არის მათი მშობლების, წინაპრების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. რომელსაც ჩვენს დროშიც აქვს ძალიან დიდი დატვირთვა, იმიტომ რომ ეს შეიძლება გაცოცხლდეს და იყოს ცოცხალი კულტურის ფაქტი, როგორიც ვიცით ჩვენ რომ არის არაერთი პორტუგალიაში, ნორვეგიაში, ისლანდიაში მსგავსი ნაგებობები, ოღონდ მიწურბანიანი, უფრო ერთგვირგვინიანი ჩვენი კულტურის ნაყოფი არის. არის თქვათ ძალიან საინტერესო და საოცარი მსგავსება, მაგალითად იტალიის ზოგიერთი სოფლისა და აი ჩვენი სამცხე-ჯავახეთის ტერასული განსახლებისა. იქაც თქვათ მარნის დანიშნულება ჰქონდათ აი ამ ტიპის დასახლება.
შესაბამისად ეს ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი ჩვენს დროშიც და ამიტომ ვიმედოვნებ რომ მოსახლეობისთვის ეს იქნება სასიხარულო ფაქტი. არის კიდეც არაერთი ზარი შემოვიდა ეს ფაქტი რაც გახმიან და მადლობელნი არიან და ვფიქრობ რომ ის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისა და მეცნიერებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩვენი ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარკვეული ერთობლივი ნაბიჯები უნდა გადაიდგეს, რათა აი როგორც ვთქვათ, სვანეთში კოშკები, მუცო, აი ამ ტიპის შეიძლება ეს არ არის გარედან ესოდენ გრანდიოზული ნაგებობა, გარედან მართლაც არ არის, მაგრამ მას თავისი კონკრეტული ადგილობრივი მნიშვნელობა აქვს და აი ამ თავისი ინტერიერით ულამაზესი შიდა ორნამენტირებით, ხეზე ამოკვეთილი ორნამენტებით, დედაბოძის საკრალური მნიშვნელობით, აი ამ ყველაფრით აქვს ძალიან დიდი დატვირთვა სოციალურიც მათ შორის, არა მარტო კულტურული და აი ვფიქრობ რომ გარკვეული დადებითი ძვრები იქნება. როგორ შეიძლება ეს ტრადიციული არქიტექტურა, თქვათ, გახდეს ტურისტული ან თუნდაც ეკონომიკური განვითარების რესურსი რეგიონისთვის, თქვენ მოსახლეობა აღნიშნეთ, თავისთავად მათი ინტერესი ამ თვალსაზრისითაც თუ გაჩნდება, გაიზრდება ხო, უშუალოდ, ასე ვთქვათ, პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახდება. რამდენიმე ქვეყნის და ქალაქის ანალოგი მოიტანეთ, ზუსტად ეს რაღაცა ერთის მხრივ თვითმყოფადი, მეორეს მხრივ ავთენტიკური ელემენტები, როგორც წესი, ტურისტული პოტენციალის გაზრდას ხელს უწყობს ხოლმე, ინტერესი იზრდება ამ დროს. ამ მხრივ ხედავთ აქ ამ პოტენციალს? დიახ, იმიტომ რომ მესხეთს თავისი გეოგრაფიულ ლანდშაფტთან, ამ ულამაზეს ეკლესია მონასტრებთან, კლდეში ნაკვეთ ქალაქებთან და სიწმინდეებთან ერთად აქვს თავისი სრულიად უნიკალური აი ეს კონკრეტული კულტურის ფაქტი, ტერასული განლაგება სოფლებისა და ერთოგვირგვინიანი ნაგებობები თავისი დარანებით ურთდა. აი აქ შეიძლება რატომაც არა გაცოცხლება თუნდაც ყოფის იმ ტრადიციული ელემენტებისა, თავისი კულტურულ-სამეურნეო ელემენტებით ურთ, თავისი აი ამ კვებითი კულტურით ურთ, რომელიც სრულიად გამორჩეული გვაქვს სამცხე-ჯავახეთში და აი ამ ყველაფრის ერთობლივად, თქვათ, აი კაფე-რესტორნებში, ან თქვათ იგივე დარანის გაწმენდა, გამაგრება და მისი გამოყენება ამ ტურისტული დანიშნულებით, შესაბამისი გიდის თანხლებით და კონკრეტული ზუსტი ეთნოგრაფიული ინფორმაციის მიწოდებით და რაც თავარია აი ამ კულტურული ლანდშაფტის დამახინჯების გარეშე შენარჩუნებით ძალიან დიდი პოტენციალი ექნება ამ თვალსაზრისით სამცხე-ჯავახეთის იმ სოფლებს, სადაც შემონახული არის ეს ნაგებობანი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. კიდევ ერთხელ უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ მესხური ერთო გვირგვინიანი საცხოვრებელი იგივე დარბაზული ნაგებობების სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.